აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თელავში სოხუმის ქუჩაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში თბილისიდან მოწვეულმა ექიმებმა მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს. ასევე ჩატარდა სხვადასხვა ინსტრუმენტული კვლევა. ექიმის დანიშნულების შესაბამისად ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ. ღონისძიება აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და მის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო უკვე რამდენიმე წელი ახორციელებს გასვლით მრავალპროფილურ სკრინინგული კვლევების პროგრამას. თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმები სხვადასხვა სპეციალობის ახორციელებენ აი ამ მრავალპროფილურ კვლევებს. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტიკას და პრევენციას, შესაბამისად კი ხელს შეუწყობს მდევნულ მოსახლეობაში ავადობის, ზოგადი ავადობის კლებას. ტარდება სამედიცინო აქცია აფხაზეთის მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით. აღნიშნული აქცია არის ყოველწლიური, პერმანენტულია, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვა. ჩვენი კლინიკა ახალი მზერა არაერთი წელია თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის არის ის, რომ მოხდეს ადრეული სკრინინგი და შემდგომ უკვე მათი გადამისამართება შესაბამისი მკურნალობისთვის. გადმოგვეცა წამლები, ეხოსკოპიაც იყო. ყველა დარგის ექიმები იყვნენ. აუცილებელია ჩვენთვის მხარდაჭერები რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის.